დავრუნეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი თემა სამედიცინო კუთხით ახლა გრძელდება და ძალიან საინტერესო დრო დადგა, იმიტომ რომ მითქმა მოთქმა რეცეპტის შესახებ ჯერ კიდევ არ ჩასხრა. Ყველა ღელავთ ისწავლებ, რომელსაც რეგულარულად იღებენ ადამიანები უკვე რეცეპტს საჭიროებს და როგორ მოვიპოვოთ ეს რეცეპტი და რა პროცედურა უნდა გაიაროს პაციენტმა. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს და ყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი. და სხვადასხვა მითქმა მოთქმის გარდა სკანდალის მიზეზიც გახდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ აფთიაქებში გარკვეული ასე ვთქვათ კანონდარღვევები შეინიშნებოდა, შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც აფთიაქში არსებული ექიმები პირდაპირ პაციენტის შემოწმების გარეშე გასცემდნენ ბლანკით რეცეპტს. კიდევ შეინიშნებიან პაციენტებით მსურველები, წარმოიდგინეთ ისე, რომელსაც არ აქვს რეცეპტი და მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და იმუქრებენ ძალიან ბევრი თავის დაზიანებით, იმიტომ რომ მჭირდებათ ეს რეცეპტი. ძალიან ბევრი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, ის მართლაც სამედიცინო სფეროდან ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მწვავე თემა იყო ამ ზაფხულის. კიდევ იყო ებოლა და ჩვენთან სხვადასხვა ამ დილით საუბრობდით, ხო? თვალის წვეთებს არ ეხებოდა. მოდი მოვიწევთ და გამეხმარებით. მე დაგეხმარებით. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახვეიძე ჩვენთან სტუმრად. გალბატონი მარინა. ურეცეპტოც მიგიჟე. ქალბატონი მარინა, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და თქვენ თავზე აიღეთ. ახლა ჩვენ მთელი მოსახლეობის სახელით უნდა ხო ვისვათ შეკითხვები, ზოგი მართებული, ზოგი არამართებული, მაგრამ ძალიან ყოფითი და ძალიან მნიშვნელოვანი რომ კიდევ ერთხელ ადამიანმა, ჩვენმა მაყურებელმა დაიმახსოვროს და გაიოლოს და მიიღოს თქვათ ის სიკეთები, რომელიც ამ კანონით ალბათ უნდა მიიღოს, ხო? მაშინ ანუ ეტაპობრივად გავიაროთ ეს ეტაპები, ასე გავიაროთ. ერთადერთი აი შესავალისთვის ესეთი შეკითხვა მაქვს. რამ გამოიწვია თუ აი ამდენი წელი მოვახცეთ, აგერ 21 საუკუნის 2014 წლამდე. არ იყო ამის საჭიროება და პრინციპში ისეთი სტატისტიკა, რომ აი ამ პრობლემის გამო, ურეცეპტოდ ნაყიდი წამლების გამო, მით უმეტეს ნუსხა არის რაღაც იმით თქვა, ხო, რაღაც ეს სიკვდილიანობა მატულობდა და უბედური შემთხვევები არ ვიცი. ეს სტატისტიკა ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვიცოდით, რამ გამოიწვია, რა სტანდარტებს. ეს უფრო დიდი პრობლემა იყო თუ ეს უფრო დიდი პრობლემა არის? მიზეზი. უბრალოდ მაგახსენეთ რომ ურეცეპტოდ პრაქტიკულად ჩვენ არ ცხოვრობდით. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მესამე რეცეპტზე, ფორმა ნომერ 3-ზე, რომელიც მეორე ჯგუფის პრეპარატებისთვის გამოიწერება. მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ. ჯერ ეს რეცეპტი 20 წლის წინ მოქმედებდა ძალიან აქტუალურად. ეს უბრალოდ აღვადგინეთ. მეორე, ეს იყო მძიმე პრეპარატები შედის ამ მეორე ჯგუფი რა არის და მესამე ჯგუფი. დიახ, პრეპარატები დღეს 3 ჯგუფად არის დაყოფილი. პირველი ჯგუფი ეს არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, პოპულარ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებები და იმდაგვარი ნივთიერებები. ეს ადრე იცემოდა რეცეპტის გარეშე. არასოდეს რეცეპტის გარეშე. ანუ რეცეპტი ჩვენ ამ ჯგუფისთვის გვქონდა ყოველთვის. მესამე ჯგუფს არც არასდროს არ ჭირდებოდა და არც ახლა არ ჭირდებოდა, ეგ არის ეგრეთ წოდებული ოტისის პრეპარატები, ანუ საშუალებები, რომელსაც მაგალითი დაგვისახა, ვერდითი ეფექტები, არ არის ისეთი მძიმე და გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლის საშიშროება შეწყვეტის არ დგება. ანუ მათი ურეცეპტოდ გაცემის სარგებლიანობა უფრო მეტია, ვიდრე ვთქვათ ის რომ მივიდეს და რეცეპტით მიიღოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური მოქმედების და მიღების პრეპარატები, იმის გამოყენებელი. კი, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, სიცხის დამწევის საშუალებები, შარდმდენები, კი, შარდმდენები, ნუ თვალის წვეთები, რა ვიცი, ძალიან მაგალითი, რომელიც ამ დილით ზუსტად ჩვენს თანამშრომელს გადახდა, ასე ვთქვათ, თავს, როდესაც გაიღვიძა და ქონა ძალიან შესიებული და დაწითლებული თვალი, გადაწყვიტა რომ ეყიდა
ვიზინი, მოდი ვთქვათ, ხელოვნური თვალის ცრემლი, რომელსაც ხშირად ჩვენ ტელევიზიაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ, იმიტომ რომ თვალების სიკვდილს აკრავს. მივიდა აფთიაქში და აღმოჩნდა, რომ ურეცეპტოდ არ გაიცემა ეს პრეპარატი. სამაგიეროდ ურეცეპტოდ მას შეიძინა ალბუციდი, რომელიც პრინციპში უფრო რთულ პრეპარატად ითვლება. და შედეგიც სახეზე იყო დღეს გართულებული თვალით მოვიდა, იმიტომ რომ ალბუციდი არის რაღაცა კონკრეტული პრეპარატი, ხო, როგორც ჩვენ ვიცით რაღაცა უფრო საშიში აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში. ესეთ რა ყოველ ფეხის ნაბიჯზე თითქოს ვაწყდებით ესეთ ვიზინი რატო არის? ყველა ეს მედიკამენტები გადაჯგუფებულია მათი ძირითადი ფარმაკოლოგიური შემადგენლობის მიხედვით. ეხლა მე კონკრეტულად ვერ გეტყვით ვიზინი რა შემცველობის, ანუ მისი გენერიკი რა არის, ზეპირად არ მახსოვს, იმიტომ რომ 6000 მედიკამენტს ვერ დავიმახსოვრო. მაგრამ მათი გადანაწილება სწორედ ამის მიხედვით მოხდა. პრეპარატები ძირითადად დალაგებული არის იმ ჯგუფების მიხედვით, რომელშიც ძირითადი სამოქმედო ნივთიერება უფრო საშიშია თავისი მოქმედებით, თუ არ იქნა ის დოზირებულად გამოყენები და ექიმის დანიშნულებით, ვიდრე ის, რომ პაციენტი თვითონ მივიდეს, თავისთვის დაინიშნოს და გამოიყენოს ყოველგვარი ასე ვთქვათ, მიწოდებს, ესე იგი, არასწორად ვიქცეოდით, ეს ამას ნიშნავს, ხო? შეიძლება თქვენ, არა, იცით რა, ყველა დანიშნულება როდესღაც ექიმისგან იწყება. არ არსებობს ვიღაცას გაუგონია თუ მეზობელს უთქვამს, იმ მეზობლისთვის ალბათ ექიმს უთქვამს და ის აუცილებლად მოდის თავის დროზე სამედიცინო პერსონალისგან, რომ პოპულარული გზით ვრცელდება და არა იმ დანიშნულების გზით, როგორცაც თქვა პაციენტის ექიმის. ხედრივა მე დავშეთ ვიზინს საზღვარგარეთ, ანუ ამაინც და მეც აფთიაქო ქსელში არ იყიდებოდა და მე რომ თვითონ თქვენთვის ესეთი აქტიური თემა იქნება და უფრო მაგალითებით გავარკვევდი და უფრო ზუსტად მოგახსენებდი. ეხლა მაგალითისთვის გითხრათ შეიძლება ვთქვათ, ახლა ამას წინათ სოციალურ ქსელში იყო შამპუნთან დაკავშირებით, მიზორალი შამპუნთან და ალბათ და პროტესტ გამოთქვამ და დიახ, გეტყვით ახლა, იმიტომ რომ ეს არის კეტოკონაზოლის შემცველი და კეტოკონაზოლის გადაჯგუფება მოხდა, იმიტომ რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოხდა ამის რეკომენდაცია. ენტერალურად მისაღების საშუალების საერთოდ ხმარებიდან ამოვიღეთ, არა თუ მესამედან მეორე ჯგუფში გადამოვიდა და მეორე ჯგუფის პრეპარატებში მოხდა გარეგანი მოხმარების ნივთიერებები, იმიტომ რომ ის მეტად მავნე და ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებები შეიცავს, რომელსაც ჯანდაცვა აი მიზორალის შამპუნზე თუ აი ნივთიერებაზე კეტოკონაზოლზე რო გაძრეს რჩევას, როდესაც ჩვენ დღემდე აფთიაქებში რეცეპტით უნდა იყიდება ანალგინი ან კიდე რამოდენიმე დასახელება პრეპარატის, რომელიც თემს მხოლოდ რამოდენიმე ხანაში გადარჩენილი უფლება მისი გაყიდვის და ვთქვათ, აი აქ არ მოქმედებს მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, როდესაც ეს არის მკვეთრად შესაძლებელი მითითება, მაგრამ თუნდაც გეუბნება, რომ ვთქვათ, ეს შესაძლებელია დასაშვებია და გადაწყვეტა შენ თვითონ რომ შეიძლება გქონდეს ეს მიმოქცევა, შეიძლება არა. ეს უკვე ჩვენი ადგილობრივი გადასაწყვეტია. ადგილობრივად გადასაწყვეტია და ადგილობრივად მისაღები გადაწყვეტილება არის. ასე რომ ნიზორალზე იყო მithმა ვამბობდით. ნიზორალი შამპუნზე, იმიტომ რომ კეტოკონაზოლის შემცველია და ეს ნამდვილად ესია. ჩვენ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში დღეს დავაფიქსირებთ ეს შამპუნი. სოფლის საწინააღმდეგო საშუალება არის. ხო. გავაგრძელებთ შეიძლება თემას ესეთთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ გავმიჯნეთ ახლა პირველი და მესამე ჯგუფები, თქვით რაც არის ეს საშუალებები და გვჭირ მეორე ჯგუფი. ასევე მინდა გითხრა, რომ რეცეპტებით გაცემა ამ ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატის აქამდეც იყო ძალიან გავრცელებული და მოსახლეობად შეჩვეული იყო. ეს არის პროგრამული მედიკამენტები, იგივე ქიმიოპრეპარატები, რომელიც აი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ელექტრონული ტიპის რეცეპტით გაიცემა. ეხლაც ამ ტიპის რეცეპტით გაიცემა, ჩვენ აღარ შევზღუდეთ მოსახლეობა დამატებით ფორმა 3 და ამ მიმოქცევის საშუალებით უფრო მარტივი ხდება ამ პრეპარატის გაცემა, თან სწორად არის კონტროლირებადი, ნამდვილად ექიმის დანიშნულებით და ზუსტად მიმართულება აფთიაქისადმი. ასევე არის გარკვეული ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც პროგრამებით გაიცემა და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვითხოვთ ხოლმე რეცეპტს, ვითხოვდით ინსულინზე, იგივე ყოველთვის რეცეპტით იყო გაცემა. იგივე მინდა გითხრათ ასევე C-ჰეპატიტის სამკურნალო, ესპექტერონიც რეცეპტით ხდება. ჩვენ ესეთ პრეპარატებს
პრეპარატებზე არ გეკითხებით ახლა რომელიც სულ რეცეპტი იყო და ქიმიოთერაპია. მე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თანაც ვინც დაზღვეული იყო, ასე თუ ისე მიჩვეული იყო რეცეპტი. თავარი ფაქტი რაც ძალიან მე პირადად მხვდება თვალში იგივე სოციალურ ქსელში ხო მithomot მარის ატეხილი იმაზე რომ თქვა წამალი მაგალითად სიტყვაზე თუ ღირს 5 ლარი მე რეცეპტის აღება ექიმთან ვიზიტიანა თქვა 35 დამიჯდება ანუ თავარი ეს გვინდა რომ აუხსნათ მაყურებელს ექიმთან ვიზიტი რეცეპტის გამოწერა ფასიანია თუ არა პროცედურა როგორ ხო მაშინ თუ ეს თემა დავხურეთ გავარკვევთ რომ სამი ჯგუფია ერთი დასაბამიდან რეცეპტით იყო მეორე ჯგუფი არასოდეს და არც დღეს არ ექვემდებარება რეცეპტს და შუა ჯგუფი არის რომელი შევიდა ეს დღემდე სადაა კარგი ამაზე იქეთ ვეღარ შევთანხმდები და მაშინ გადავიდეთ იმ პროცედურაზე რომელზეც შეიძლება ხო იმიტომ რომ ასე თუ ისე 6000-ს ვერ ჩამოუყვებით ხო აქაც ორი ძირითადი ტიპის მომხმარებელია ერთი ასე ვთქვათ ჭალში სპონტანური ბავშვს სიცხე მაუწია უცებ ღამე მუცლის გრემა ყელის ტკივილი და ასე შემდეგ და მეორე ქრონიკული ცოტა ასაკოვანი პაციენტები რომელსაც სჭირდებათ მუდმივი ანგუსის ძაღლთა პრეპარატები ან რაღაცა მსგავსი ტიპის პირველ ყოვლისა ბავშვებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ უამრავი პრეპარატია მესამე ჯგუფში რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო სიცხის დამწევით და თან არასტეროიდული საშუალება რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს ბავშვის შემთხვევაში იგივე ნებისმიერი პარაცეტამოლი თქვენ მესმოდა წაგან საუბრობთ ამ თემაზე ერთი ეს ფორმები შეიძლება იყოს გადაჯგუფებული სხვადასხვაში ანუ საინექციო ფორმები ან განსაკუთრებული ზოგიერთი ფორმა შეიძლება მოხდეს მეორე ჯგუფში და მისი ტაბლეტირებული ფორმა ან მალამოს სახით შეიძლება დარჩეს მესამე ჯგუფში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მინდა რომ ყურადღებით მოკიდოს მოსახლეობა გარდა მაგისა იბუპროფენი კიდე ნუროფენი ესენი სულ რეცეპტად გასაცემია და ასე რომ პრობლემა იმისათვის რომ ბავშვს სიცხე მაუწიათ ღამე და მისცეს სიცხის დამწევის საშუალება დამერწმუნეთ ნამდვილად არ არის თუ იმ ნუსხას გადახედავთ რაღაც საინჰალაციო ხსნარები რომელიც ესე ღამეა და არ გაქვს სახში და გავქნათ რომელია საინჰალაციო აი როდესაც პულმოკორტი დაუშვათ ხო ეს ხო სტეროიდული საშუალებაა და გადაუდებელი თქვათ მიღების შემთხვევაში ბრონქული ასთმა დაუშვათ საფთიაქო ჩანთა თქვენ მოგეხსენებათ რომ მინისტრის ბრძანების თანახმად ყველას უნდა კონდეს აფთიაქს იქ არის სწორედაც რომ აეროზოლი რომელიც გამოიყენა ბრონქული ასთმის საწინააღმდეგო და ჩვენ ახლა მუშაობთ კიდევ რომ ეს ნუსხა გავაფართოვოთ დღეს 14 ჩამონათვალია პრეპარატის ჯგუფის და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ამ ჩანთიდან პრეპარატის გამოყენების პროცედურა სიტყვაზე გვიჯერებს ბავშვი მიყავს ეს ერთჯერ დიახ ცუდად ბავშვი მიყავს ეს არ არის ერთჯერადი გადაუდებელი დოზა შეუძლია შეიძინოს რეცეპტის გარეშე წუხებულ სახით შედის კი არ არის ეს პრობლემა ყოველ შემთხვევაში ერთჯერადი დოზა ეს არ არის ისეთი მდგომარეობა ჩანთაში რაღაც გარკვეული პრეპარატებია ხო ყველაფერი არ მოიპოვება ყველაფერი არ მოიპოვება თუ თქვენ თქვათ სასწრაფოს იგივე ბევრი უჩივის რომ თქვათ დაიგვიანა ან რაღაცა იქვე ბრძანდებით თქვათ ახლოს ცხოვრობთ აფთიაქით ჩვენ თქვენ ის უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ეს თქვენთვის შეზღუდული არ არის ეს იციან სააფთიაქო ქსელმაც და ყოველ შემთხვევაში პრობლემები არ უნდა შექმნან ახლა გამიშთა ერთი შეკითხვა ეს თქვათ არ არის თქვათ ჩემი შვილი ქრონიკული დაავადების მატარებელი მაგრამ მინდა როგორც დედას მქონდეს რაღაცა ჩემი აუცილებელი აფთიაქი ხო სახში მაქვს თუ არა ვთქვათ ეს პრევენციის მიზნით უფლება მივიდე ექიმთან და რაღაცა რიგი პრეპარატების რეცეპტით გამოვაწერინო რომ მე თუნდაც ეს ღამე ერთჯერადად არ ვირბინო აფთიაქში სავარაუდოდ ექიმმა რომელმაც კარგად იცის თქვენი ოჯახის ანამნეზი და გიცნობთ ხო ასევე სავარაუდოდ შეიძლება განსაზღვროს დაახლოებით რა შეიძლება დაგჭირდეს ხო პატრონს სამოგზაუროთ მიდიხარ ხო ჩვენ საუბრობთ დაავადებებზე რომელიც ახლა სულაც არ არის აუცილებელი რომ მანდა მაინც საპენსიო ასაკის მოსახლეობას ქონდეს სამწუხაროდ ბევრი ქრონიკული დაავადება გაახალგაზრდავებულია და ვთქვათ იგივე ჩემი ასაკის ადამიანს შეიძლება ქონდეს ან შეიძლება უფრო პატარასაც
ამდენად ოჯახის ექიმა, იგივე უბნის ექიმა, იგივე სოფლის ექიმა, რომელიც იცნობს ამ დაავადებას და იცის, რომ პერიოდულად ეს დაავადება მწვავდება, ზოგს სეზონურობა ახასიათებს, ზოგს გარკვეული პერიოდულობა შეიძლება გამწვავების პერიოდისთვის გამოუწეროს და ეს წინასწარ კონდეს პაციენტს. აქ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო შეიძლება ერთ-ერთ ჩემს მეგობარს აქვს ეპილეფსია და მას ჰქონდა ესეთი შეკითხვა რომ თქვა თითოეული კურსის სწავლების კურსის გამოწერის წინ მოუწევს თქვა იმ ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის ჩატარება რასაც თავის პირზე აკეთებენ თუ ეს ისტორიაში არის რომ მას აქვს თქვა ეს დაავადება და ნებისმიერ შემთხვევაში მივა ექიმთან და ის მარაგს გამოუწერს უფასოდ აი ეს მინდა რომ განმარტოთ რომ ეს არის უფასო. გეტყვით ახლა. რასაკვირველია მე შემთხვევით არ ვახსენეს ქრონიკული დაავადების მეთვალყურეობა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადების სწორად მართვა. ბევრი აპროტესტებს მიმართვიანობას პოლიკლინიკურ დაწესებულებაში და უბანში და მაპატიეთ ხშირად ძალიან შეურაცხყოფელია მათი გამოთქმა ოჯახის ექიმების და უბნის ექიმების მიმართ და რატომღაც ეჭქვეშ ხდება მათი კომპეტენცია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, მე ხარ კონკრეტულად ყველა კლინიკაში შეიძლება იყოს მეტნაკლებად თქვენთვის სასურველი კომპეტენციის ექიმი ან არ იყოს, ვერ გეტყვით, ამაზე თავს ვერ დავდებ. მაგრამ შეუძლებელია ილაპარაკო ქვეყნის მასშტაბით, რომ ყველა ოჯახის ექიმი არის ცუდი, რომ არც ერთ ოჯახის ექიმს ესეთი კომპეტენცია არ გააჩნია, რაც მიუღებელია და დამერწმუნეთ, რომ არ არის სწორი. გეთანხმებით, არ არის სწორი, მაგრამ ყველა ასეთი აზრი არ ჩნდება. ეთქობა იყო პერიოდი, როდესაც დაკარგა რაღაცა მე ხარ დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულ პერიოდში ექიმიც ვიყავი და პრაქტიკულ საქმიანობაში წეწეოდი. და საკმაოდ დიდი ხანია ამ ჯანდაცვის სისტემაშიც მუშაობ და ალბათ იყო ჩავარდა. ბევრი შემთხვევები და შეხებები მქონია სამედიცინო დაწესებულებას. მეტნაკლებად თქვათ რაღაც ხარვეზები ყველგან იყო და ყოველთვის იყო. ამას ვერც მომავალში ვერ დავდეთ პირობას, რომ ეს არასოდეს არ იქნება და ყველა ქვეყანას აქვს ასეთი პრობლემა. ხო, მე აღარ შეიძლება მაგ ვიღაც ეკითხა მივენდე მას და მივა და შეგიძლია იზოლებით ვისთანაც მიწევს მისვა, ხო? რაღაც ხო არის ჩემი არჩევანით მნიშვნელოვანი და ჩემი ნდობის ფაქტორი. საყოველთაოდ ჯანდაცვის ფარგლებში ხარ მე პოპულარიზაციას არ უწევ ამ პროგრამას არ ჭირდება მე მგონი. ეს უპირატესობა აქვს სადაზღვო სისტემასთან შედარებით, რომ შენ თავისუფალი არჩევნის საშუალება გაქვს. შეგიძლია არჩიო ნებისმიერ დაწესებულება, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ პროგრამაში. თუ არ მოგეწონება, ყოველ ორ თვეში შეგიძლია შეიცვალო და მიხვიდე ვთქვათ იმ ბოლოს და ბოლოს ამოირჩიო ის ადამიანის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც თქვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იმ პროგრამის ფარგლებში ნევროლოგის ვიზიტი სხვათაშორის არის დაფინანსებული. მე აღარ ვლაპარაკობ ყადაღებულ ოჯახის ექიმთან და უბნის ექიმთან ვიზიტის უფასოებაზე. ეს ნამდვილად ესია. ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ასევე ასაკობრივი დაზღვევის მოსახლეობისთვის, რომლებიც უკვე ინტეგრირდა საყოველთაოდ ჯანდაცვაში, ყველა ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია უფასოა ამ პროგრამის ფარგლებში. ეს ბერჯერ უნდა გაგამეორებინოთ აი პრაქტიკას შემთხვევა ვარ მეც და აი ამათ შემებული მყავს მხოლოდ ერთი ექიმი, რომელსაც ვენდობი და მხოლოდ მასთან მინდა მივიდე. ბერჯერ ცადე და ვენდობ. თქვენი ექიმი არ მონაწილეობს ამ საყოველთაოდ. არ მონაწილეობს. მე რა თქმა უნდა მიწევს ვიზიტის თანხის გადახდა რეცეპტი, მაგრამ ჩვენი რეცეპტი ჩვენ ამოცანა თავიდან როცა ამ რეცეპტის ფორმას ვქმნით, შეიძლება ხას არ არის ეს იდეალური რასაკვირველია, მაგრამ ამოცანები მქონდა, რომ ეს რეცეპტი უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი მოქმედების, მრავალჯერადი გამოყენების, რომ ადამიანებს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორც უნდათ იმ სიხშირით და იმ რაოდენობით შეეძინათ მედიკამენტები, ამიტომაც ასეთი ფორმის გვაქვს, არის სამნაწილიანი. ხო და მოდით რა, აი კონკრეტულ მაგალითზე გავიაროთ, იმიტომ რომ მე ხა ტელევიზორთან ვიჯდე, მომინდება, რომ ვიღაცამ ეს ერთხელ მაინც ესე გამატაროს ეს გზა. რეგულირებელი საშუალებები. ვარ ჰიპერტონიკი და ხმარობ ყოველდღიურად რიგ პრეპარატებს. ვარ 40 წლის და ასევე ვარ ჰიპერტონიკი. ხო, კი, შეიძლება ქრონიკული დაავადების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამო ჩემი ქრონიკული დაავადების ჰორმონები ჭირდება, მოდივარ და დები და მივდივარ სულ ერთია. მივდივართ ჩვენ ექიმთან და თუ ეს კიდევ ვიმეორებ როგორც გვანცამი თქვა, რომ ეს არის
არ არის მანდამაინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე და არის კერძო დაწესებულება, ის ვიზიტი მას მაინც სჭირდება არა იმისთვის, რომ რეცეპტი მიიღოს, არამედ საკუთარი ჯანდაცვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიმოწმოს, ხო? მიდის ეს ჩვეულებრივი პროცესია. რეცეპტი არის ერთ-ერთი სამედიცინო დოკუმენტი ამ ბიზნეს პროცესის. ქალბატონო მარინა, ძლივს მივედი ჩემ პოლიკლინიკამდე და ფული უნდა წავიღო ამ ექიმთან. თუ თქვენ იმ პოლიკლინიკაში მებრძანდებით, სადაც აღრიცხვაზე ბრძანდებით, ფული არ უნდა ენდოკრინოლოგისტის ფული არ უნდა მიიტანოთ. თერაპევტისთვის? არ თერაპევტი უბნის ექიმია და ოჯახის ექიმია, ესე იგი არ უნდა მიიტანოთ. მით უმეტეს თუ სოციალურად დაუცველი ხართ და სოფლის ექიმის პროგრამა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ სოფლის ექიმის პროგრამით ჩვენი მოსახლეობის 2 მილიონზე მეტია მოცული, 2.100.000. სოფლის ექიმი ასევე უფასო პროგრამა არის. მივედი, ფული არ მივედი. მივედი. კი ბატონო, გამოგიწერათ, თქვა კარდიოლოგმა მიხდება, იცის ხო რაც თქვენი დანიშნულება, გამოგიწერათ, თქვა გარკვეული და თქვა რომ თქვენ ახლა აი მე რაც დღეს გახსინჯეთ, შეიძლება უკვე აღარ გააკეთოთ ჩემთან ვიზიტი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. და 6 თვის მარაკს გიწერთ. შეუძლია გამომიწეროს 6 თვის მარაკი. ერთ ფურცელზე მიწერს ამ ერთ ფურცელს აქვს 6 მოსახევი ყუა, რომელზეც შემიძლია, დიახ, როდესაც შეიძლება მივიდე და მე ვიყიდო, თქვა, ჩემთვის სასურველი რაოდენობა. ახლა თქვენ მკითხავთ, რომ შეიძლება მე მინდა რომ 2 კვირაში ერთხელ ვიყიდო და არ მეყოფა ეს 6 მოსახევი. კარდიოლოგს შეუძლია თქვენი წამალი 2 ან 3 რეცეპტის ფორმაზე გადაგინაწილოს. შესაბამისად, თქვენ გექნებათ 3-ჯერ 6 აბონემენტი და თქვენი ჯიპის შესაბამისად და თქვენი სურვილის შესაბამისად ნებისმიერ აფთიაქში მებრძანდებით და როცა გაგეხარდებათ, მაშინ შეიძლება თქვენ აფთიაქში რომ ორიაბით შევიწინო. აფთიაქში რას აკეთებენ ამ დროს? ზოგადად იტოვებენ რეცეპტს, მე ეს რეცეპტი 6 წელს ხაღალდი არ დამეფრითო სადმე კაცო. რეცეპტს არ იტოვებს. რეცეპტი გრჩებათ თქვენსაც ასევე დანიშნულება გაქვთ დაფიქსირებული, მხოლოდ თუ არასრულად შეიძენთ ამ მედიკამენტს, ანუ თქვენ გამოგიწერათ თქვა 60 აბი და თქვენ შეიძინეთ მხოლოდ 10. ხო. წერს აი მოსახევ ერთ-ერთ ასე ვთქვათ პირობითად აბონემენტზე მომეწონა თქვენ გამოვიყენეთ და წერს რომ ამ ადამიანმა 10 ტაბლეტი შეიძინა, აბი შეიძინა ეს მედიკამენტი და იტოვებს თვითონ. ეს რეცეპტი თქვენ გრჩებათ, იმიტომ რომ წახვიდეთ შემდეგ და კიდევ ვინახავთ. თუ კი თქვა ამოწურეთ და თქვენ გინდათ გააქვთ შესაძლებლობა და ერთბაშად იყიდეთ 60 მთლიანად რეცეპტს ტოვებთ აფთიაქში და აღარ გჭირდებათ მაქსიმალური ხანგრძლივობა რეცეპტის გამოწერის. მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 1 წელი. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ექიმმა მანდამაინც ყველა რეცეპტი 1 წლით უნდა გამოწეროს. ეს არის მისი შეხედულებისამებრ როგორ მართავს ის ამ ქრონიკულ დაავადებას. მან უნდა განსაზღვროს პაციენტთან შეთანხმებით რა ხანგრძლივობის უნდა იყოს რეცეპტი, ოღონდ არაუმეტეს 1 წლის. და ერთი ძალიან მოკლედ რო გვიპასუხოთ, რა რეაგირება ქონდა თქვა ჯანდაცვის სამინისტროს აი იმ მოთქმაზე, როდესაც ამბობდნენ რომ აფთიაქში ის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ მედიკამენტს გიწერს ბლანკზე, ოღონდ მის აფთიაქში უნდა შეიძინა. ვიცით რა, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ესეთი, რომ ყველა ექიმი, რომელიც ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას, უნდა იცავდეს ერთი და იგივე პირობას. პოლიკლინიკაში იჯდება ის, თუ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე. არა აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა. დიახ, ყველა ის კანონის მოთხოვნა, რაც არის ექიმის მიმართ დაწესებული, ყველა უნდა შეასრულოს, ასე რომ მისი განთავსების ადგილი ჩემი პრეროგატივა არ არის, იმიტომ რომ ის არ არის სახელმწიფო დაწესებულება, მაგრამ რაც სახელმწიფო რეგულაცია, მე მას ვთხოვ. კარგი, მარინა, ხო, დასასრულისკენ მიმყავს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ისეთი შეიძლება კვეთრი ამწვავე, ან ყოველ შემთხვევაში კითხვები შევეცადეთ, რომ ეს იყოფილიყო სინამდვილეში ჩვენი მიზანით და სამშაბათ დღეს ყოველ სამშაბათ დღეს ამას ვამტკიცებთ, არის ის, რომ არ იქნება მოხმარება წამლის. ჩვენ რეცეპტების წინააღმდეგ კი სულაც არა ვართ, ძალიანაც კარგი. უბრალოდ ალბათ მეტი ინფორმაცია და ეს არ უნდა იყოს ბოლო ვთქვათ ამ თემის გაშლა. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, იმიტომ რომ მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ჯგუფებიდან ჯგუფები შეიძლება წამლებმა იარონ, როგორ განვითარდა მოვლენები ამასთან. ყოველთვის ამბობ, როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა და ეს სხვათა შორის პაციენტის საინფორმაციო ფურცელშიც არის დაფიქსირებული, რომ ეს სიები არის დინამიური
როგორც კი თქვათ რაიმე საჭიროება გახდება ან რაღაც კვლევის შედეგი არის ან მოთხოვნა ჩნდება გონიურ ფარგლებში რასაკვირველია დადასტურდება ჯგუფიდან ჯგუფში გადანაცვლება ხდება მესამედან მეორეში ან პირიქით და ზოგჯერ პირველ ჯგუფში საერთო ნარკომანის შემთხვევაში მეორე ჯგუფი ზოგიერთი გადანაცვლა პირველ ჯგუფში სრულად არის ამოწურული ჩვენი კარგად გარჩვით თამოდა შეგაქვთ შეკითხვა ქონა კიდევ ყველას მინდა უსურო ჯანმრთელობა და ძალიან მიხარია რომ ამ კანონის მიღების შემდეგ უნდა მოვერგოთ და აი მეზობლმა მითხრა ანათესავმა მითხრა ეს ამ კულტურას დავემშვიდობოთ და ვისწავლოთ ექიმთან მართლიანობა ჯგუფიდან ჯგუფში არა ჩვენ ბლოკიდან ბლოკში გადავინაცვლებთ და სულ ცოტა ხანში დაბრუნდებით განსხვავებული თემით.